აღმოჩენილი არტეფაქტების მთავარი ღირებულება მათ ვიზუალურ მდგომარეობაში არ არის, არამედ იმაში, რაც ვიცით მათზე, ანუ ისტორიები, მოგონებები და საოცარი მომენტები წარსულიდან, რომლებსაც ისინი ინახავენ. ვერ დაიჯერებთ, რასაც ტიტანიკიდან აღდგენილ ამ 15 გასაოცარ არტეფაქტში ნახავთ. შესაძლოა მათი დანახვის და ისტორიების მოსმენის შემდეგ ჟრუანტელმაც კი დაგიაროთ სხეულში. მაშასე, თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. სასიყვარულო წერილი. ტიტანიკი კაცობრიობის ისტორიაში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია, არამედ უდიდესი სიყვარულის ისტორიაც, რაც დიდწილად ფილმის წყალობით გახდა ცნობილი. საინტერესოა, რომ ჯეკის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან ის ბილეთი მან პრიზად მოიგო და შესაბამისად მისი მგზავრობის ჩანაწერიც არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს, ჯეკის და როუზის სიყვარულის ლეგენდა კვლავ ტრაგიკულად რჩება. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ტიტანიკზე გაჩაღებული სიყვარულის ქარცეცხლი მხოლოდ ჯეკსა და როუზს არ უკავშირდება. გემის ჩაძირვიდან თითქმის 70 წლის შემდეგ ნაპოვნ არტეფაქტებში აღმოჩნდა სასიყვარულო წერილი, რომელიც ტიტანიკის კაბინის მომსახურე პერსონალმა რიჩარდ გედესმა დაწერა თავისი ცოლისთვის. წერილი რომანტიკული შინაარსის იყო, თუმცა გარდა სიყვარულის განცდებისა, ის შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ გემის მგზავრებისთვის იყო ცნობილი. რიჩარდი თავის ცოლს უყვებოდა ტიტანიკისა და სხვა გემის თითქმის შეჯახების შემთხვევის შესახებ, რომელიც 10 აპრილს მოხდა, რამდენიმე დღით ადრე აისბერგთან შეჯახებამდე. გემმა სასიკვდილო შეჯახება მხოლოდ მცირე მანძილით აიძინა, რაც მისი პროპელერების მიერ შექმნილი ვაკუუმის გამო რკინის ლაინერების თოკების გაწყვეტით იყო გამოწვეული. შეჯახება თავიდან აიცილეს კაპიტან სმიტის წყალობით, რომელმაც ჩაბმით გაიყვანა გემი უსაფრთხო ზონაში. წერილის ბოლოს რიჩარდი თავის ცოლს უამბობს, რომ მგზავრები ამ შემთხვევას ცუდ ნიშნად აღიქვამდნენ და რაღაც ცუდის მოლოდინი ჰქონდათ. სამწუხაროდ ისინი არ ცდებოდნენ. ჯიბის საათი. ტიტანიკის ტრაგედიიდან ერთ-ერთი აღდგენილი არტეფაქტი იყო ანტიკური ჟანგიანი ჯიბის საათი, რომელიც გარდაცვლილ მგზავრს ეკუთვნოდა. საათი სანაი კანტორს რუს ებრაელ იმიგრანტს ეკუთვნოდა, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ტიტანიკზე იმყოფებოდა. ეს არტეფაქტი მისი სხეულის ამოყვანისას აღმოჩნდა, როცა 15 აპრილს გემის ჩაძვრის შემდეგ მობილიზებული ოპერაცია დაიწყო. სანაი 34 წლის ასაკში ტიტანიკზე თავის ცოლ მირიამთან ერთად მგზავრობდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ და გემზე მეორე კლასის ბილეთებით ავიდნენ, იმ იმედით, რომ ამერიკაში ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ. ის ბეწვეულის ვაჭარი იყო და გეგმავდა, რომ ამ ვაჭრობით დაეწყო ამერიკული ოცნების განხორციელება. თუმცა ცხოვრებაში სულ სხვა რამ შეხვდა წინ. ქალებისა და ბავშვების უპირატესობის პროტოკოლის შესაბამისად, მირიამი უპრობლემოდ აღმოჩნდა სამაშველო ნავზე, მაგრამ სანაი უარს ამბობდა ნავში ჩასვლაზე და სხვებთან ერთად ცივ წყლებში მოხვდა. მისი სხეული მოგვიანებით ამოიყვანეს. ვიოლინო. თუ კი ჯეიმს კამერონის ტიტანიკი გაქვთ ნანახი, აუცილებლად გემახსოვრებათ, როგორ უკრავს ორკესტრი გემის ჩაძირვის დროს. იცოდით, რომ ეს ნამდვილი ისტორიაა. ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ ერთ-ერთი აღდგენილი ნივთი სწორედ ის ვიოლინო იყო, რომელიც ჩაძირვის დროს უკრავდა. აისბერგთან შეჯახების შემდეგ 8-კაციანი ორკესტრი უკრავდა მუსიკას სამაშველო ნავების დატვირთვის პროცესში და მგზავრების დასამშვიდებლად. ბევრი თვითმხილველი მოგვიანებით ამბობდა, რომ მუსიკოსები ბოლო წუთამდე უკრავდნენ და სამწუხაროდ ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა ტრაგედიას. ამ ამბის ყველაზე სევდიანი ნაწილი ალბათ ის არის, რომ ორკესტრის ლიდერის უოლეს ჰარტლის სხეული, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ წყლიდან ამოიყვანეს, უსიცოცხლო იყო და მის ზურგს კი ერთგულად ეკვროდა ვიოლინოს ჩასადები ჩანთა. ერთ-ერთმა მაშველმა ეს ჩანთა როგორც სუვენირი ისე წაიღო. უოლესის სხეული ინგლისში გადაასვენეს, სადაც მას ძვირფასი სამგლოვიარო ცერემონიით დაემშვიდობდნენ, რამაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა სახლებიდან, რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ მისთვის. ჩანთა, რომელშიც ვიოლინო იდო ტიტანიკის ჩაძირვიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვიოლინო უოლეს ჰარტლს ეკუთვნოდა. ორკესტრის წევრები გემის ეკიპაჟის ნაწილი არ იყვნენ და მათ სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. მაშინ რატომ არ დატოვეს გემი? ეს მუსიკოსები ბოლო საათებში თავიანთი ნიჭით ცდილობდნენ ათასობით დამწუხრებული და შეშინებული მგზავრის დამშვიდებას. გემის ქაოსში ისინი აქტიურად უკრავდნენ მუსიკას, იმ დროს, როდესაც გემი ოკეანეში იძირებოდა. უოლესის ვიოლინო აღადგინეს და ის მის ქვრივს მარიამს დაუბრუნეს. მოგვიანებით ვიოლინო ბრიტანელმა კოლექციონერმა 1,700,000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა და დღემდე ტიტანიკის ყველაზე ძვირფას მემორიალურ ნივთად რჩება.
დიდი ნაწილი. ასე შეარქვეს ტიტანიკის კორპუსის დიდ სექციას, რომელიც ოკეანიდან ამოიღეს. მაგრამ რატომ არის ჩაძირული გემის ეს დიდი ნაწილი ასეთი მნიშვნელოვანი? ნაწილი დაახლოებით 15 ტონას იწონდა და მისი ზომები იყო 13-30 ფუტზე. პირველად ის 1994 წელს შენიშნეს, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები 96 წელსში დაიწყეს. სამუშაოები ჩაიშალა, რადგან კაბელი გაუწყლათ. საბოლოოდ 1998 წელს მისი აღდგენა მოხდა. ეს ნაწილი ტიტანიკის ყველაზე დიდი არტეფაქტია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ის გემის მარჯვენა მხარე იყო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გემი ელემენტარული გაუთვალისწინებლობის გამო გახდა მსხვერპლი. გემის ფანჯრების მინა კვლავ ადგილზე იყო, რაც ამ დიდ ნაწილზე შესამჩნევია. ამ დიდი ნაწილის გვერდით დგომა ისეთ შეგრძნებას გვრის თითქოს თავად ტიტანიკთან ხარ ახლოს. გამოფენის სტუმრები გაოცებული რჩებოდნენ ამ ნაწილით. ბევრი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა. ზოგიერთმა კი თქვა, რომ ნაწილზე შეხებისას სხეულში ჟრუანტელიც კი იგრძნეს. 1912 წლის 14 აპრილს დაახლოებით 11 საათსა და 40 წუთზე ტიტანიკი ჩვეულად მიცურავდა. გემის მეთვალყურემ შორიდან მბზინავი სტრუქტურა შენიშნა. დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დიდი აისბერგი იყო. მან სამჯერ დარეკა განგაშის ზარი, რათა ეკიპაჟისა და მგზავრებისთვის მოახლოებული საფრთხის შესახებ ეცნობებინა. მრავალი წლის შემდეგ 1987 წელს ეს ზარი აღადგინეს და ახლა ის ტიტანიკის მუზეუმშია დაცული. ფრედერიკ ფლიტი და რეგინალდ ლი გემის მეთვალყურეები ტრაგედიას გადაურჩნენ და მოგვიანებით გაიხსენეს, როგორ განვითარდა მოვლენები, რაც მართლაც შოკის მომგვრელია. მათ თქვეს, რომ აისბერგს უფრო ადრე შენიშნავდნენ მათთვის ბინოკლები, რომ მიეცათ. პარფიუმერია 2000 წელს ჩატარებულ სამაშველო ექსპედიციისას ტყავის ჩანთა აღმოაჩინეს. მისი გახსნისას კი საინტერესო რამ აღმოჩნდა. ჩანთის გახსნამ ლაბორატორია ედვარდიანული პარფიუმის სურნელით აავსო. როგორც ჩანს, ჩანთაში იყო 62 პატარა პარფიუმის ნიმუში, რომლებიც ეკუთვნოდა 47 წლის ადოლფ საფილდს. პირველი კლასის მგზავრმა მანჩესტერიდან საფილდმა გემიდან თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ თავისი ტყავის ჩანთა დატოვა, რომელიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს. რამდენიმე სხვა ჩანთაც იყო ნაპოვნი, რომლებსაც მისი სახელი აწერა და მათშიც პარფიუმის ნიმუშები იყო. ტიტანიკის დაზიანებული ნივთების აღდგენის შემდეგ საფილდის სურნელებს მეორე სიცოცხლე მიეცა. პარფიუმი ქიმიურად დაიშალა კომპონენტებად, რათა მისი სურნელი ხელახლა შეექმნათ. შედეგად შეიქმნა პარფიუმის სახელწოდებით ლეგასი 1912. ამბობენ, რომ ამ პარფიუმის სურნელი ნაზად აერთიანებს ლიმონს, ნეროლის, ვარდს და ქარვას. მისი შეფუთვის დიზაინი ინტერპრეტირებული იყო ამ გემის ნარჩენებიდან ამოღებული კარის მიხედვით. ალიგატორის ჩანთა. ტიტანიკის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი იყო ალიგატორის ტყავის ჩანთა, რომელიც ბრიტანელ ქუდების ოსტატს მარიონ მინველს ეკუთვნოდა. მინველი ამერიკაში გადასვლას აპირებდა, რათა თავის შვილთან და შვილიშვილთან ერთად ეცხოვრა. თავდაპირველად სხვა გემით უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ მის გემი მომსახურებიდან ამოიღეს და მარიონმა მესამე კლასის ბილეთი იყიდა ტიტანიკზე. მის ჩანთაში აღმოჩნდა ქორწინების მოწმობა, ქვით აერთდა წერილი ძველი მეპატრონისგან, რომელიც მისი გადახდების პუნქტუალურობას ადასტურებდა. დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადაურჩა ზღვის წყალს, რომ ის ალიგატორის ტყავში იდო. ამ ხარისხის წყალობით გახდა შესაძლებელი ფურცლებიდან ამოკითხვა სხვადასხვა წყაროების. სამწუხაროდ მარიონ ტიტანიკთან ერთად დაიღუპა. რთული წარმოსადგენია, როგორ იქნებოდა მისი ცხოვრება პირველ გემზე, რომ მოხვედრილი იყო და ამერიკამდე მიეღწია. გემის ბოლო ვახშმის მენიუ. გაგჩენიათ კითხვა, როგორ გამოიყურებოდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გემის მენიუ. ტიტანიკის მენიუ დღემდე ინტერესს იწვევს, რადგან მისი ამბავი ძველი სამყაროს დიდებულების სიმბოლოდ ითვლება, თუმცა ეს ამბავი სოციალური კლასების განსხვავებას მიანიშნებს. პირველი კლასის მგზავრებს მენიუში უამრავი დელიკატესი ჰქონდათ: შემწვარი ინდაური, გაზაფხულის ცხრის ხორცი, პიტნის соуსით და გამომცხვარი ჰადოკი პიკანტურ соуსში. მეორე კლასის მენიუ საკმაოდ კარგი იყო, თუმცა ნაკლებად ფუფუნებით სავსე. მესამე კლასის მენიუ კი საკმაოდ მარტივი იყო. მოხარშული კარტოფილი და ბრინჯის სუპი. თუმცა პირველი კლასის მგზავრებისთვის 40-ზე მეტი არჩევანი იყო ხელმისაწვდომი, რაც მართლაც წარმოუდგენლად ჟღერს. ბრინჯაოს ქერუბიმი. ბრინჯაოს ქერუბიმი ტიტანიკის არტეფაქტების გამოფენის ნაწილი იყო და ლუქსორის სასტუმროში ლას-ვეგასში გამოიფინა. ქერუბიმი წარმოადგენს ნათურის ნაწილს, რომელიც კიბესთან იყო განთავსებული. ქერუბიმები განსაკუთრებით ამშვენებდნენ ტიტანიკის გრანდიოზულ კიბეს 5 დონემდე. CNN-ის ცნობით სავარაუდოა, რომ ეს ქერუბიმები პირველი კლასის კიბის ზედა დონიდან იყო, რადგან ზომით მცირეა. ქანდაკებას აკლია ჩირაღდანი და მარცხენა ფეხი, რაც მისი ადგილიდან ამოგლეჯის დროს დაიკარგა. ჯეიმს კამერონის ფილმის ტიტანიკის გამოსვლის შემდეგ ეს ქერუბიმი ცნობილი გახდა და რომანტიკული სცენების ფონადაც იქცა. ბევრს ეს დიდი ქერუბიმი ოკეანის ფსკერიდან ამოღებული პატარა ქერუბიმში ერევა. ამ რელიგიური სიმბოლიკის შემაძწუნებელი მხარე ის არის, რომ იგი ტრაგედიის ეპიცენტრად იქცა. ქერუბიმები ჩვეულებრივ მიჩნეული არიან ღვთის ტახტის მსახურებად. ზოგმა კი ამ ქანდაკებას ტიტანიკთან მიმართებაში უფრო ღრმა მნიშვნელობა მიანიჭა.
ტიტანიკის პირველ მოგზაურობამდე ხშირად ამბობდნენ, რომ გემი იმდენად ძლიერი იყო, ღმერთსაც კი არ შეეძლო მისი ჩაძირვა. თუმცა ზოგიერთი რელიგიური ადამიანი ამ განცხადებას ღვთისგმობად აღიქვამდა და თვლიდა, რომ ღმერთი ამას დაუსჯელად არ დატოვებდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ტიტანიკის ჩაძირვის მიზეზი ადამიანის სიამაყე იყო და ღმერთის რისხვამაც თავისი როლი ითამაშა. საუკუნეების შემდეგ ქერუბიმის ნარჩენების აღმოჩენა ღვთისგან გამოგზავნილ შეტყობინებად აღიქვა ზოგიერთმა. ამ საკითხზე რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს. ტიტანიკის რადიო. რადიო, რომელიც გემზე იყო, დღემდე არ ამოუღია. თუმცა ის მაინც აღსანიშნავია, რომ ეს რადიო ამ ტიტანიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოიყენებოდა 1912 წელს სამაშველო სიგნალების გასაგზავნად ახლომდებარე გემებისთვის. ზუსტად ამან გადაარჩინა დაახლოებით 700-მდე ადამიანის სიცოცხლე. რადიოს აღდგენას დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წყალქვეშა კადრები აჩვენებს, რომ რადიო ჟანგით არის დაფარული და შესაძლოა მალე სამუდამოდ დაიკარგოს. თუმცა ბევრი თვლის, რომ რადიოს აღდგენა საჭიროებს გემის რადიო მოწყობილობის გადაჭრას, რამაც შეიძლება სრულად გაანადგუროს ის და შენარჩუნების მომხრეები მკაცრად ეწინააღმდეგებიან ამ აზრს. ფეხსაცმელი. ერთ-ერთი იშვიათი ნივთი, რაც ტიტანიკიდან ამოიღეს, არის კაცის ფეხსაცმელი. თავდაპირველად იგი უბრალოდ ძველი და გაცვეთილი ჩანდა, მაგრამ თუ კი უფრო ახლოს დავაკვირდებით, მისი ისტორია უფრო მეტად ცხადი ხდება. ამ დაზიანებული ტყავის ფეხსაცმელის მხოლოდ ძირი და ნაწილობრივ გვერდია შემორჩენილი. მისი ყურება გვახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც გემის ტრაგედიას შეეწირნენ და იმედოვნებდნენ, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდნენ ამერიკაში, მაგრამ თავისუფლების მიწაზე ვერასდროს მოხვდნენ. ორკესტრის ნოტები. ორკესტრის ნოტების ფურცლები აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში. გემის ნანგრევებში ორი ნაწარმოები იყო ნაპოვნი. მეორე ნაწარმოები ეკუთვნოდა ჰოვარდ ირვინს, რომელიც მეგობრებთან ერთად მსოფლიო მოგზაურობას აპირებდა და ტიტანიკით მგზავრობა მათი გზის ბოლო ნაწილი უნდა ყოფილიყო. თუმცა ირვინი გემზე ვერ მოხვდა, ის შესაძლოა გამგზავრებამდე გაძარცვეს. მისმა მეგობარმა ჰენრი სუ და ჰოლმა სამწუხაროდ გემზე ყოფნისას სიცოცხლე დაკარგა. ეს ნოტები გვაძლევს წარმოდგენას, როგორი მუსიკა ისმოდა ტიტანიკზე და როგორი იქნებოდა გემზე გატარებული მომენტები. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკის ფუფუნება შთამბეჭდავად ჟღერს, მისი ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შემზარავი მოვლენაა, რაც კაცობრიობას ოდესმე განუცდია. მოგზაურობის დეტალების გაცნობამ ეს ტრაგედია კიდევ უფრო რეალური და მძიმე გახადა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ტელეგრაფი. რადიოსგან განსხვავებით, რომელიც ჯერ არ აღუდგენიათ, გემის სატელეგრაფო მანქანა 1987 წელს იპოვეს. ეს ტელეგრაფი გამოყენებული იყო ბრძანებების გადასაცემად ძრავის განყოფილებაში. მისი მეშვეობით ეკიპაჟის წევრები კავშირს ინარჩუნებდნენ ძრავის განყოფილებასთან და სავარაუდოდ სწორედ ის იყო ის მოწყობილობა, რომლითაც აისბერგის აღმოჩენისა და ქაოსის დროს ეკიპაჟი ურთიერთობდა. მართალია უცნობია რა ბრძანებებს გადასცემდნენ ძრავის განყოფილებას, მაგრამ დადასტურებულია, რომ ტიტანიკის შეჯახების შემდეგ შენელდა. აისბერგთან შეჯახება 37 წამში მოხდა მისი შემჩნევიდან და ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა მოხდა შემდეგ. ქუდი. ტიტანიკის ნანგრევებიდან ამოღებულ პირად ნივთებს შორის იყო ბოულერის ქუდი, რომელიც 1993 წელს აღმოაჩინეს. გასაოცარია, მაგრამ ის დღემდე კარგ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის ფსკერზე ნანგრევებში იყო. ქუდის მფლობელის შესახებ ცოტა რამეა ცნობილი, მაგრამ რადგან ის მაშინდელი მამაკაცის პოპულარული აქსესუარი იყო, მისი მფლობელი შეიძლებოდა ყოფილიყო ტიტანიკზე მყოფი ასობით მამაკაციდან ერთ-ერთი. გასაღები. ამ უნიკალური გასაღების წყალობით უამრავი სიცოცხლე გადარჩა. ეკიპაჟის წევრმა სამუელ ჰემინგმა ის გამოიყენა სამაშველო ნავების ფანრების ამოსაღებად, რომლებიც გემის დატოვებისას მგზავრებს გზას უნათებდა. ფანრები ქვედა დონის ოთახებში ინახებოდა და ჰემინგს რისკის ფასად მოუწია მათი ამოღება. ჰემინგი გადაურჩა ტრაგედიას და დარჩენილი სიცოცხლე ამ სამ გასაღებთან ერთად გაატარა. ისინი მოგვიანებით კერძო კოლექციონერმა შეიძინა და თაობებს გადაეცა. 2016 წელს ტიტანიკის კარადის გასაღები აუქციონზე $100,000 გაიყიდა. ამ ისტორიული ნაწილების რეალური ხილვა უფრო მტკივნეულია და მეტად ამძაფრებს შეგრძნებებს. არადა თითქოს მთელი ცხოვრება გვესმოდა მათ შესახებ. ოკეანეში გასული გულუბრყვილო სტუმრები ბუნების სასტიკი რისხვის მსხვერპლი გახდნენ და ამის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ერთ ღამეში. ჩვენ დღევანდელი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვდა. იმედი მაქვს ისი ამოვნეთ ყურებით. კომენტარებში დაწერეთ, რომელი არტეფაქტის ისტორია მოგეწონათ ყველაზე მეტად. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.